ვერ წარმოიდგენთ. რამდენი დათვი ხდება, რამდენი შველი ხდება, რამდენი ჯიხვი ხდება, რამდენი სხვა რამ კიდე ფრინველი თუ რაღაცა და იკარგება და ეს არის წამახალისებელი ვიღაცა ბრაკონიერებისთვის. ერთ დროს ნადირ ფრინველით სავსე ტყის მასივებში საკმაოდ ძნელია გარეული ცხოველის ნახვა. საქართველოს ბიომრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ბრაკონიერები წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრაკონიერულად ნადირობისთვის კანონმდებლობით საკმაოდ დიდი ჯარიმებია დაწესებული, არაკეთილსინდისიერი მოქალაქეები გარემოს მაინც დიდ ზიანს აყენებენ. გართობის მიზნით ხოცავენ ყველაფერს თუ რამე შეხვდებათ. არც დღიური ლიმიტი იციან თუნდაც დაშვებულ ფრინველზე რაც არის ხო კანონმდებლობით საქართველოსი ის იხვია გარეული წყერია თუ რაც არის ხო არა აქვს მნიშვნელობა ხოცავენ რაც მოხდებათ არ აქვს მნიშვნელობა ის იჭმევა არ იჭმევა უნდათ სჭირდებათ მათ ეს ოჯახებში თუ არ სჭირდებათ მაინც ხოცავენ ეს არის აბსოლუტურად უკონტროლო. 1 მარტს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი მთავრდება. ამის შემდეგ მკაცრდება კონტროლი, რომელსაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს. აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში კი მონადირე საკმაოდ სოლიდური თანხით დაჯარიმდება. გარდა ამისა შეიძლება ჩამოერთვას სანადირო იარაღი და მისი ტარების უფლებაც. ნადირობის სეზონზე ფრინველზე ნადირობის ლიცენზიის მოპოვება სულ რაღაც 10 ლარი ღირს. თუმცა განსაზღვრულია ნანადირების რაოდენობა. მაგალითად, რუხი იხვი დღეში მხოლოდ 2-3 ცალი შეუძლია მოინადიროს მოქალაქემ. დღიური ლიმიტები სანადირო სეზონის დაწყებისას საჯაროვდება. თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, ბრაკონიერობა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. გამოვლინებები ძირითადად ხდება აი ამ აქტიური ნადირობის პროცესში, იმ შემთხვევაში, როდესაც ბრაკონიერები იყენებენ აკრძალულ იარაღს, მაგალითად ისეთი როგორც არის მომზიდავი საშუალებები, მანუკი, როდესაც ისინი კლავენ აკრძალულ სახეობას. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მაღალია სანქციები და გარემოსთვის მიყენებული ზიანი საჯარიმო სანქციასთან ერთად 2000 ლარი როცა არის ზიანი და მეტი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია და დგება სისხლსამართლის პასუხისმგებლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა სამწუხაროდ მაინც გვაქვს პრობლემები და გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ ბრაკონიერობა ქვეყანაში სახეზე გვაქვს, რასაც ასევე მიუთითებს სტატისტიკა. საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციაში ამბობენ, რომ რეალური შედეგის მისაღებად საჭიროა მაქსიმალურად ბევრი ბრაკონიერი დაჯარიმდეს. ამაზევე საუბრობენ ისეთ მოხალისეობრივ ჯგუფებშიც, როგორიცაა მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ. მათი თქმით, ბევრმა არათუ ნადირობის, არამედ იარაღთან მოპყრობის წესებიც კი არ იცის. კანონია ერთი, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ აღსრულება, თვითონ მიდგომა და დამოკიდებულება ნადირობის მიმართ სულ სხვა არის და როცა არის ქაოსი და უწესრიგობა ეს იწვევს ყველაფრის მორღვევას აბსოლუტურად რა. ძალიან ბევრმა არ იცის უშუალოდ იარაღთან მოპყრობის, არათუ ნადირობის წესები. ეს ყველაფერი რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს ისე, რომ მონადირე რო გადის, მას გააზრებული უნდა კონდეს თუ რისთვის გადის სანადირო და რისი მოკლა შეიძლება და რისი არა. ბიომრავალფეროვნება რო გამრავლდეს საქართველოში ამისათვის ალბათ 1-2 წელი საერთო ნადირობა უნდა აიგზავნოს. ფრინველზე ნადირობა თუ წელიწადის გარკვეულ დროს და შესაბამისი რეგულაციებით დასაშვებია, ნებისმიერი სახის ნადირის მოკლა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. გარეული ცხოველის მოკლის შემთხვევაში კანონით დადგენილია იმ ზიანის ოდენობა, რომელიც ამის გამო ბუნებას მიადგება. მაგალითად, ერთი ირემის მოკლა 15000 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო მგლის მოკლა 300 ლარით. ბუნებაზე მიყენებული ზიანის ოდენობიდან გამომდინარე კი შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი დადგეს. ველურ ცხოველებზე ნადირობა ნებადართულია მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში, სადაც შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ და გარკვეული ლიმიტის დაცვით მსურველს ნადირობის უფლება ეძლევა. ნადირობა დაშვებული არის მხოლოდ სამონადირო მეურნეობაში ცხოველებზე, თუ მაინდამაინც მოქალაქე გადაწყვეტს, რომ ცხოველზე ინადიროს, მან უნდა მიმართოს სამონადირო მეურნეობას, იქ აიღოს ამ სამონადირო მეურნეობაში, რა თქმა უნდა, დამტკიცებული ექნება კვოტა და ამ კვოტის ფარგლებში მას შეუძლია აქ მოიპოვოს ცხოველი
ცხოველი, ინადიროს ცხოველზე. რაც შეეხება გადამფრენ ფრინველზე, აგვისტოს მე-4 შაბათიდან მომდევნო წლის 1 მარტამდე შეუძლია გადაიხადოს 10 ლარი, კონდეს თოფის ფლობისა და ტარების შესაბამისი დოკუმენტი და ინადიროს გადამფრენ ფრინველზე დადგენილი კვოტითა და დღიური ლიმიტისა და იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია ნადირობის. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ცხელი ხაზი მოქმედებს 153. თუ კი მოქალაქე რაიმე ინფორმაციას ფლობს ბრაკონიერობის თაობაზე, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს უწყებას. გამონაკლისის სახით კანონში ასევე აღნიშნულია, რომ თუ კი ველური ცხოველი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება, ასე დროს ცხოველის მოკვლა დასაშვებია. გიორგი თუხარელი, ევრონიუს, ჯორჯია.